Кошмар! Боже мой, Маша! Блядь. Ужас, ужас. საბოლოო შურისძიება ოფიციალურად დაიწყო და რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი იწვის. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ პუტინმა ჩადო წარმოუდგენელი ომის დანაშაული, როდესაც 48 საათის განმავლობაში უკრაინაში უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა, რაც რუსეთმა ამ ომის დაწყების შემდეგ განახორციელა, მაგრამ მან ერთი რამ დაავიწყდა. ეხლა 2026-ია და არა 2022. უკრაინის საპასუხო დარტყმა მასშტაბური და ასევე უპრეცედენტო იყო. უკრაინა მოსკოვს ისეთი მასშტაბური დარტყმა მიაყენა, როგორიც დედაქალაქს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. 1000-ზე მეტმა საბრძოლო დრონმა სრულად გადატვირთა პუტინის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მისი ხელშეუხებელი დედაქალაქი ნამდვილ საომარ ზონად აქცია. მოსკოვის შეშინებული ელიტები ახლა პირდაპირ უყურებენ, როგორ აფეთქებს მათი საკუთარი არმია პანიკაში, შემთხვევით საკუთარ საცხოვრებელ კორპუსებს. ომი ოფიციალურად რუსეთსაც მიადგა. მონადირე თავად გახდა ნადავლი და პუტინს საკუთარი თავის გარდა არავინ ხავს დასადანაშაულებელი. ეს ყველაფერი მისი შეცდომით დაიწყო, უზარმაზარი შეცდომით, რომელიც ისტორიაში შევა. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ 15 მაისს რუსეთმა უკრაინულ ობიექტებზე მასშტაბური იერიშების სერია განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთმა 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაარტყა. ეს იყო სამოქალაქო შენობა. აქ 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. ისინი იყვნენ 12, 15 და 17 წლის, მათ სრულწლოვანებამდე არც კი მიუღწევიათ. ეს რუსული დაბომბვა უკრაინულ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე 40 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგრამ რუსეთს ერთი რამ დაავიწყდა. უკრაინას ახლა შეუძლია საპასუხო დარტყმა მიაყენოს და ეს ძალიან ძლიერად გააკეთოს. მათ ამისთვის არც შეერთებული შტატების და არც ევროპის ნებართვა სჭირდებათ. მათ შეუძლიათ იარაღი საკუთარ ქვეყანაში აწარმოონ და ამ იარაღით დაარტყან იქ, სადაც სურთ. ზუსტად ეს გააკეთა ზელენსკიმ. რუსეთის თავდასხმიდან სულ რამდენიმე საათში ზელენსკიმ უკვე დაავალა თავის თავდაცვის ძალებს მოემზადებინათ შესაბამისი პასუხი. და ეს აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ნამდვილად შესაბამისი პასუხი იქნება. როდესაც თავდაცვის ძალებმა დაიწყეს შესაბამისი პასუხის დაგეგმვა, ჩვენ ნამდვილად გავიგეთ, როგორი ტრაგედია მოუწია უკრაინას გაევლ. პუტინმა უკრაინელების, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გაუშვა 3000-ზე მეტი თავდასხმითი დრონი, 1300 საჰაერო მართვადი ბომბი და 74 რაკეტა. ამ რაკეტებიდან ბევრი რეალურად მოხვდა საცხოვრებელ შენობებს, როგორც ახლახან ნახეთ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კვირა, რაც უკრაინამ გადაიტანა 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ. და ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. ეს შურისძიება ისეთი იქნებოდა, როგორიც რუსეთს არასდროს უნახავს. და ამას პუტინი არ ელოდა. უკრაინამ დაარტყა ყველაფერს, რაც კი წარმოგიდგენიათ. მოსკოვშიც კი ხალხი უსაფრთხოდ არ იყო. რუსი ელიტები, რომლებიც დაცულ უბნებში ცხოვრობდნენ, ოვრობდნენ, მოსკოვის ცათამჯენების რაიონშიც კი სრულიად დაუცველები იყვნენ. და სამწუხაროდ ეს მოსკოვის საცხოვრებელ კორპუსებზე მონადირე უკრაინული დრონები არ იყვნენ. ეს იყო რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები. მაგრამ ამაზე ახლა ვისაუბრებ. გავაგრძელოთ და ვნახოთ რა მოხდა ზუსტად. უკრაინამ დაიწყო ყველაზე მასშტაბური შეტევა, რაც კი მოსკოვს ოდესმე გამოუცდია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს კი 80 წელზე მეტი ხნის წინ იყო. ეხლა მიზეზი, რატომაც ეს ესეთი მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით მოსკოვში განხორციელებული თავდასხმები, არის ის, რომ შეხედეთ საჰაერო თავდაცვას და სად განათავსა ისინი პუტინმა. მან შექმნა 4 რგოლი მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა, მოსკოვის, მისი დედაქალაქის, რუსეთის ყველაზე დიდი ქალაქის დასაცავად. ამ მოწყობის გამო მოსკოვში მცხოვრები ადამიანები თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ და სწორედ მაშინ დაიწყო პანიკა. როდესაც მათ დაიწყეს უკრაინული დრონების დანახვა, რომლებიც დაუსჯელად დაფრინავდნენ მოსკოვის ცაზე, ეს ერთი ან ორი დრონი არ იყო, ათასობით იყო. და ამას ახლავე გაჩვენებთ. მაგრამ ჯერ შეხედეთ რუსების რეაქციას, როდესაც დრონებმა ფრენა დაიწყეს. კიდევ ერთი სადღაც დაფრინავს. აი ისა. აი ისა, პატარა. რატო არის ის ზემო? ეს იაუზა ჯანდაბა. უკვე მეორეა ძუგნა. ალბათ ჩემს უბანს უმიზნებს. მეორეც ნამდვილად დაფრინავს და ისევ ააცილეს. ეხლა კიდევ ერთ რამეს მინდა მივაქციო ყურადღება. ამ ვიდეოში ბევრი ჩანაწერი გვაქვს მოსკოველებისგან და ეს ერთ რამეს გვეუბნება. ქალაქს ხშირად არ ესვრიან. ამიტომ მოქალაქეებმა არ იციან, რომ რუსეთის შიგნით, კანონით მათ არ აქვთ უფლება ჩაწერონ ეს ვიდეოები და გამოაქვეყნონ ინტერნეტში. ეს იშვიათი შემთხვევა იყო, განსაკუთრებით ესეთი მასშტაბის.
და ხალხმა პანიკაში დაიწყო ასობით, შეიძლება 1000-ობით ვიდეოს ჩაწერა და გამოქვეყნება. ეს ძალიან სასარგებლო იქნება უკრაინელებისთვის მომავალში, რადგან მათ შეეძლებათ გაარკვიონ რა დაარტყეს, რა არა და გააუმჯობესონ მომავალი დარტყმები. მაგრამ ეხლა მოდით ზუსტად განვიხილოთ რას დაარტყეს. ეს თავდასხმა მოსკოვზე და მთლიანად რუსეთზე ზუსტად 48 საათი გაგრძელდა. ეს იყო ზუსტად ის დრო, რაც რუსული თავდასხმა უკრაინაში გაგრძელდა. ეს უფრო ნათელი ვერ იქნებოდა. ეს იყო პირდაპირ შურისძიება და გზავნილი თავად პუტინისთვის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავად დაადასტურა, რომ მხოლოდ ერთ დღეში 1000-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ლავი მეორე, მგონია რომ ამის თმაში დავიხლები, მაგრამ ეს არის რაღაც, რაც რუსეთის შიგნით ამ ომის დაწყებიდან დაახლოებით 4 წლის წინ არასდროს მომხდარა. უკრაინას არასდროს გამოუყენებია 1000-ზე მე მოუყენებეთი დრონი. და ჩვენ ვიცით, რომ მათ ეს გუშინ გამოიყენეს, რადგან ამას თავად რუსეთი ადასტურებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რამდენმა დრონმა მიაღწია მიზანს, თუ თავად რუსეთი ამბობს, რომ მათ 1000 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათ საჯარო განცხადებაში აღნიშნეს, რომ ამ თავდასხმის დროს სისტემატურად გაანადგურეს 46 მაღალი ღირებულების რუსული სამხედრო და საზღვაო ობიექტი. პუტინისთვის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი იყო ის გავლენა, რაც ამ ყველაფერმა რუს მოქალაქეებზე, რუს მაცხოვრებლებზე, განსაკუთრებით კი მოსკოვში მცხოვრებ ელიტებზე მოახდინა. ჯერჯერობით მათ ომისგან ზარალი ნამდვილად განიცადეს, ამას არ დავმალავ, მაგრამ ის, რაც ბოლო 24 საათში ნახეს, აქამდე არ უნახავთ. ეს არის რაღაც, რაც მათ შეუძლებლად მიაჩნდათ. აგიხსნით რას გულისხმობ. ჩვენს ეკრანზე ხედავთ, როგორ ვარდება დრონი მოსკოვის ყველაზე დიდ აეროპორტთან ახლოს. და როცა ამბობ ახლოს ვარდება, შეგიძლიათ ნახოთ, რომ თვითმფრინავები პირდაპირ იმ ცეცხლის უკან დგანან, სადაც დრონი ჩამოვარდა. ეს ფაქტობრივად აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. ამის გამო გვაქვს კადრები აეროპორტის შიგნიდან, სადაც ხედავთ, რომ ყველაფერი თითქმის გაჩერებულია. სინამდვილეში ყველაფერი გაჩერებულია. თვითმფრინავები არ აფრინდებიან, მგზავრები არ არიან. ყველა რეგისტრაციის დახლი უბრალოდ დახურულია. სინამდვილეში გვაქვს ვიდეო იმ ხალის, რომელიც აეროპორტთან ახლოს ცხოვრობს და რეაგირებს ამ დრონების თავდასხმებზე, ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში. მოусმინეთ. ასე რომ ფაქტობრივად ისინი შერემეტიეოს აეროპორტს ბომბავენ ჰოლივუდისთვის. ეს სრულიად ჩაშლილია. მე ახლოს ცხოვრობ, ღმერთო ჩემო. სად აფეთქდა ამჯერად? ამჯერად აფეთქდა. რა ჯანდაბაა ეს? უკვე ყელში ამომივიდა ეს სისულელე და ეს მოსკოვის მასშტაბით ყველგან მოხდა. ეს უბრალოდ ერთი აეროპორტის სამიზნე იყო და მე ეჭვება, რომ უკრაინას მართლა ის აეროპორტი დაემიზნებინა. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში GPS-ის ჩახშობა მიმდინარეობს. ხალხს უბრალოდ არ შეუძლია ტელეფონში მისამართი ჩაწეროს და იქ წავიდეს, სადაც უნდა, რადგან GPS არ მუშაობს. და ამის გამო ნახეთ, რუსი ადამიანები, ან ისინი, ვინც რუსეთში სტუმრად მიდიან, ფაქტობრივად ტირიან, რადგან ქალაქში დაიკარგნენ. ამდენი ჩახშობის, GPS-ისა და დრონების ჩახშობის გამო, დრონები ზოგჯერ უბრალოდ კონტროლს კარგავენ და სადაც არიან, იქვე ვარდებიან. ისინი უბრალოდ ციდან ვარდებიან და ეს მართლაც იწვევს შემთხვევით ხანძარს აეროპორტში, როგორც ახლახანს ნახეთ. ეხლა ეს მთელ რუსეთში ხდებოდა და ამას ვხედავთ კიდევ ერთი ვიდეოდან, რომელიც რუსმა ქალმა გადაიღო, როცა უბრალოდ სეირნობდა. შეხედეთ. შოკში ვარ. ასე შეშინებული არასდროს ყოფილვარ. სინამდვილეში არა ყველა. როგორც ჩანს, ყველა ალაგებს ნიუთებს და მიდის. თუ ირბლივ მიმოიხედავ და ინახავ, რომ ყველა საბოლოოდ კარისკენ მიემართება. ჩვენ მანქანასთან მივდივართ და აქედან გავდივართ. ყველა კიბეზე დგას. ყველა კიბის უჯრედებში იმალება. და თითქოს ეს უკვე საკმარისად ცუდი არ იყო, რუსულმა სააერო თავდაცვამ შემთხვევით საკუთარ საცხოვრებელ კორპუსებს ესროლა. ეს არ არის რაღაც, რასაც მე ვიგონებ. ეს არის ის, რაც ვიდეოზე გვაქვს გადაღებული. და ამას გარდა რუსი მოქალაქეები ადასტურებენ, რომ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ჩამოვარდა რუსული სააერო თავდაცვის რაკეტები საცხოვრებელ კორპუსზე, ან როგორ მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს. ზუსტად არ ვიცი რომელი იყო, მაგრამ თქვენ ნახეთ და კომენტარებში მომწერეთ. ჯერ დარტყმას შეხედეთ. ბლიად. შემდეგ გვაქვს ვიდეო ან TikTok-ის ვიდეო რუსი მოქალაქისგან, რომელიც საუბრობს დარტყმის ნახვაზე და ადასტურებს რა არის ეს. მოусმინეთ. მათ დაარტყეს ძირითადად საჰაერო თავდაცვას, დაარტყეს მეზობელ შენობას, იმ შენობასაც, რომელიც ქუჩის მეორე მხარესაა. ბლიად. მეზობელ საცხოვრებელ კომპლექსში, მე-11 შენობაში, ის მდებარეობს პირდაპირ, ნიკიტას შენობის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს.
შემდეგ ეკრანზე ხედავთ უკრაინული დრონის კადრებს, რომელიც რუსეთში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში შედის. ეს მოსკოვში საკმაოდ დიდი გადამამუშავებელი ქარხანაა. ეს ობიექტი მდებარეობს მოსკოვის კაპონსკის რაიონში, ეკუთვნის გაზპრომს და დღეში დაახლოებით 245 ბარელ ნავთობს ამუშავებს. და ამ საწვავის დაახლოებით 40% რეალურად ისევ მოსკოვში ბრუნდება. ასე რომ ის ადგილობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ეს ნიშნავს, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია. და მიუხედავად ამისა, დრონი შედის და შეიძლება ასობით მილიონი დოლარის ზიანი მიეყენოს. ერთი დრონი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ამ ეტაპზე პროპორციული პასუხია, თუ უნდა გავაქცევოთ? მე ვფიქრობ, უნდა გავაქცევოთ. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ომი უკრაინამ არ დაიწყო, ომი რუსეთმა დაიწყო. ასე რომ რუსეთს ახლა არ შეუძლია გადაწყვიტოს ომის შეწყვეტა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინელები უკან ბრუნდებიან. ასევე სოფელ დრუნუსკოში საწვავის ჩატვირთვის სადგური დააზიანეს. ხანძარი იმდენად დიდი იყო, რომ მას მილებით დაშორებული ადგილიდანაც კი ხედავდნენ. დარქმები ასევე მოიცავდა ფსების საპატრულო გემს კაპიანსკში, საჰაერო თავდაცვის სისტემას ლუგანსკში და რა თქმა უნდა შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრებს კინიმში და სხვადასხვა სარდლობის პუნქტებს. უკრაინა ულტყამდა რუსეთს ზღვაზე, ჰაერში და რა თქმა უნდა ხმელეთზეც. დამალვის ადგილი აღარ იყო. როგორც დასაწყისში ვთქვი, მონადირეები თავად გახდნენ ნადავლი. ბევრი რუსისთვის ეს იყო ყველაზე საშინელი კოშმარი. პანიკა იმდენად დიდი იყო, რომ ამას ვისმენთ კიდეც იმ ჩანაწერებში, სადაც რუსები საუბრობენ თავიანთ განცდებზე. ეს ის გზნობაა, რაც უკრაინელებს ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ. ომის უმეტეს ნაწილში რუსეთს შეეძლო უკრაინაზე პრაქტიკულად დაუსჯელად დაერტყა. უკრაინა პასუხობდა, მაგრამ ეს არაფრით იყო პროპორციული. ეხლა კი უკრაინული პასუხი ძალიან პროპორციული ხდება. ასე რომ შეხედეთ ამ რუსულ რეაქციას. იყო ეს ბზუილი, არ ვიცი როგორ ავხსნა, თითქოს რაღაც ჩვენ სახლზე გადაფრინდა. შემეშინდა და როცა კვამლი დავინახე, დილის 4 საათზე გავიღვიძეთ, ტყიდან მოდიოდა. სწორედ ჩვენი ტყე არ იყო, მაგრამ იმ პატარა ბორცვზე, ახლოს, სულ 3 წუთის სავალზე. იქ ყველაფერი კვამლში იყო. ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, რა ახლოსაა. სინამდვილეში აი ეს ხმა ახლა ესენი თვითფრინავებია, რომლებიც დაფრინავენ. როცა თვითფრინავები დაფრინავენ, ეს ნიშნავს, რომ აეროპორტი შერემეტიევოს აეროპორტი ღიაა, ასე რომ ყველაფერი მშვიდადაა. მირჩევნია ხმაურობდნენ ვიდრე სხვა რამ. ასე ბზუოდა ყველაფერი. და მერე ის აფეთქებები. ვკანკალებდი, საბნის ქვეშ ვიწეკი სრულად ჩაცმული. ასე ვიყავი. ჰაერი ძალიან ცივია. ძლებამდე მცივა, უმი იქვე იყო ვალერა, ვერაფრით ვიმშვიდებდი ნერვებს. უკრაინელი დრონების მეთაურმა ოპერაციის დასრულების შემდეგ ასეთი განცხადება გაავრცელა. განცხადება ძალიან მარტივი იყო და დარწმუნებული ვარ, რუსები ბევრს იფიქრებენ ამაზე. მოსკოვი არასდროს იძინებს. და ამას გარდა მე 100%-ით დარწმუნებული არ ვარ. აი ეს მინდოდა მეთქვა, მაგრამ მგონია რომ ეს დრონია. და ეს შეტყობინება დაწერილია დრონის ფრთაზე, რომელიც სავარაუდოდ რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევა. ასე რომ რუსები ამ შეტყობინებას პირადად მიიღებენ. 7 ცხოვრების ცალმხრივი აბონემენტი გაუქმებულია. მნიშვნელოვანია სწორი საუბარში შესვლა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მარტო გამოსვლის ხელოვნება. ძირითადად თუ პუტინს თავის გადარჩენა უნდა, ომი უნდა შეწყვიტოს და რუსული ჯარები გაიყვანოს. პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გაავრცელა განცხადება, სადაც დააკონკრეტა, რომ უკრაინის მიერ განხორციელებული ეს თავდასხმა სრულიად გამართლებული საპასუხო ქმედება იყო რუსეთის თავდასხმის გამო. ნახეთ. ჩვენი პასუხი რუსეთის მიერ ომის გაგრძელებასა და ჩვენს ქალაქებსა და თემებზე თავდასხმებზე სრულიად გამართლებულია. ამჯერად უკრაინულმა შორი მოქმედების საშუალებებმა მოსკოვის რეგიონს მიაღწია და ჩვენ კაფიოდ ვეუბნებით რუსებს, რომ მათმა სახელმწიფომ უნდა დაასრულოს ომი. უკრაინელი დრონებისა და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და უკრაინის ყველა თავდაცვის ძალას მათი დაცვისადისა და სიზუსტისთვის. უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მანძილი 500 კილომეტრზე მეტია, დაახლოებით 300 მილი. რუსული სააერო თავდაცვის კონცენტრაცია მოსკოვის რეგიონში ყველაზე მაღალია, მაგრამ უკრაინა ამ ყველაფერს უმკლავდება. დიდება უკრაინას. სიტუაცია რუსებისთვის იმდენად დამძიმდა, რომ ეხლა ისინი მზად არიან ევროპასთან საუბრისთვის. და ეს განცხადება პირდაპირ კრემლის პრეს-სპიკერისგან მოდის. პესკოვი ამბობს, რომ კრემლი დაინტერესებულია ლია უკრაინასთან დიალოგის აღდგენით. ეს ხდება 17 მაისს, მოსკოვის თავდასხმის შემდეგ. ერთი ვარაუდის გაკეთების საშუალებას მოგცემთ. თუ კომენტარებში გამოიცნობთ, რატომ ამბობს ამას ახლა. სამწუხაროდ, ის ამას მხოლოდ საჯაროდ ამბობს. რეალურ მიზეზს კი არ ასახელებს. და ამას გარდა, რუსეთის მოსახლეობა მოსკოვის გარეთ, მათი სიახლეები არ არის ის სიახლეები, რასაც თხრეები, რასაც თქვენ იღებთ ამ ვიდეოდან. რუსეთის მოსახლეობისთვის, ვინც საკუთარი თვალით არ ხედავს რა ხდება, შეიძლება საერთოდ ვერასდროს გაიგონ რა მოხდა ზუსტად. იმიტომ რომ ეს არის ის, რასაც რუსული საინფორმაციო არხები აჩვენებენ. თავად მოусმინეთ.
გუშინ ღამით და დღეს დილით საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს უკრაინული დრონების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა მთელი სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში. მაგრამ ჯერ იმაზე თუ როგორ იქნა მოგერიებული მასშტაბური უკრაინული დრონების შეტევა დედაქალაქის რეგიონზე. როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბოლო 24 საათში 120-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უკრაინული დრონების შეტევა, მათ შორის დედაქალაქის რეგიონზე, მოგერიებული იქნა. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები იწვის და რუსული ახალი ამბები. კრემლის სახელმწიფო მედია ამბობს, რომ აი ჩვენ შეტევა მოიგერიეთ. მაგრამ ხედავთ, სიტუაცია იმდენად ამარზენი ხდება, რომ ახლა უკვე რუსი ომის ბლოგერებიც კი გამოდიან კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ. ეს ომის ბლოგერები დიდი მხარდამჭერები არიან პუტინის დაწყებული შეჭრის, მაგრამ ყველაფერი ისე საშინლად მიდის, რომ ახლა ისინი კრემლის წინააღმდეგ გამოდიან. და ეს განცხადება, რომელსაც ახლა ვნახავთ, ეკუთვნის რამანოვს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ომის ბლოგერს რუსეთში. ნახეთ რას ამბობს ის. თუ საკუთარი თვალით ხედავ რამეს, რაც ოფიციალური წყაროების განცხადებებს ეწინააღმდეგება, საკუთარ თვალებს ნუ დაუჯერებ. გუშინ ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების კამიკაძე დრონის ნამსხვრევებმა დაარტყა ამიზნოვ აზოვს, სამხრეთ რუსეთის ყველაზე დიდ ქიმიურ საწარმოს. მაგრამ რეგიონის გუბერნატორის თქმით, ზიანი არ არის. ასე რომ ენდეთ ოფიციალურ წყაროებს. ახლა რა თქმა უნდა ის ირონიით ამბობს ამას. ის აკრიტიკებს ოფიციალურ განცხადებებს და იმას, რამდენად სასაცილოა ეს ყველაფერი. შეხედეთ რა ხანძარია იმ ქარხანაში. ეს ცეცხლი ალბათ ათეულობით კილომეტრიდანაც ჩანს. და რუსეთი ამბობს, რომ ზიანი არ ყოფილა. ეს მახსენებს ჯორჯ ორუელის ცნობილ ციტატას. პარტია გეუბნება, უარხო შენი თვალებისა და ყურების მტკიცებულება. ეს იყო მათი საბოლოო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძანება. რუსეთისთვის ომი სახლში ბრუნდება. ზელენსკის თქმით, ომი ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო, მოსკოვში. და პუტინი ახლა თავის მოქალაქეებს ეუბნება, რომ თვალი დახუჭონ და ყური დაიხშო. ეს საერთოდ არ მიდის გეგმის მიხედვით. მე სემი მქვია. ეს არის ყველაფერი, რაც დღეს თქვენთვის ჰქონდა. ასე რომ, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.